გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი სრულდება. მუნიციპალიტეტის მერის გიორგი მაჭავარიანის ინფორმაციით, მოსახლეობა სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. გარდა ამისა, 23 მილიონამდე ლარი დაიხარჯა გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. კიდევ რამდენიმე სოფელში ახალი გზა დაიგება. მომავალ წელს კი ქალაქ გურჯაანში კორპუსების ფასადებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები ისევ აქტიურად გრძელდება. სულ ახალახანს დასრულდა გზების დეპარტამენტის მიერ რეაბილიტირებული ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაო, ეს არის არხიდან მოყოლებული სამების ტაძრამდე. ახლა საგზაო დეპარტამენტი ასრულებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზიარიდან არაშენდის ცენტრალურ გზამდე. კარგად მოგეხსენება ყველას, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 24 საათიანი წყალმომარაგების სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება იმ სოფლებში, სადაც წყალმომარაგების ქსელები უკვე დასრულებულია და გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყავით თანხა და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის სოფელ ველიციხეში 2 ქუჩა, ჭანდარში 4 ქუჩა, სოფელ ბაკურციხეში 4 ქუჩა და კარდენახში 2 ქუჩა, რომლის სიგრძე დაახლოებით 4500 მეტრამდეა და ჯამური ღირებულება 1.8 მილიონ ლარამდე შეადგენს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მომავალ წელშიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში არაერთი საჭირო და სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. მაგალითისთვის ვიტყვით, რომ გურჯაანში იგეგმება კორპუსების, ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები.